გორგილაძისა და ჯავახიშვილის კვეთაზე მდებარეობს პოპულარული საჩებურეკე ჩებურეკი ნომერი 1. სიმართლე გითხრათ, მომხმარებლებმა მოგწერეს, რომ ხშირად ყიდულობთ აქ ჩებურეკებს, მოგწონს, მაგრამ ძალიან გვაინტერესებს, როგორ პირობებში ამზადებენ. მოდით აბა ვნახოთ. თან გავატაროთ ჩვენი უცხოელი სტუმრები, რომლებსაც ჩებურეკი არ აინტერესებთ, გასეირნება უნდათ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს აქ რა ხდება. მოდით გადავხედოთ ფასებსაც. აქ არის ქათმის ჩებურეკი, დედა კვამლი იწვის, მე მგონი რაღაცა. გადავხედავ ფასებს, აი მაგალითად საქონლის ჩებურეკი 8 ლარი ღირს, მიქსი ანუ ღორის და საქონლის 7, არის ასევე ცხვრის და ასე შემდეგ. სხვა პროდუქციაც ქონიათ. არის ასევე რაღაც სასმელები, მე როგორც მივხვდი, ალბათ ლუდიც, მაგრამ ჩვენ ეს ახლა ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს აი ეს 7 და 8 ლარიანი ჩებურეკი, რამდენად ჯანსაღ და კარგ ზეთში იწვის. ძალიან პატარა ზომის საჩებურეკია, მართალია გარეთ ქარია, მაგრამ აი ქალბატონო წეღან დამალეთ და ეს რატო ეწევით აქ? აქ იჯექით და ეწეოდით, სუნიც არის აქ ობიექტზე სიგარეტის და ფეხსაცმელი პროდუქციად რო არ უნდა დააწყოთ და პროდუქტთან ესეც მე მგონი მარტივი გასაგებია და იცით, ხო? ძალიან მცირე ზომის საჩებურეკია, ამაზე მოგწერეს, რომ ძალიან შავი ზეთი არისო, მაგრამ ზეთი შავი სინამდვილეში არ არის, იმიტომ რომ არის ფრიტური ზეთი გამოყენებული, ცხიმი უფრო სწორი, რომელსაც აქვს მუქი ფერის შეფერილობა. ზეთი აქ პრობლემა არ არის, აქ არის გამწოვი პრობლემა, იმიტომ რომ ეს თანამშრომლები რომ მუშაობენ, შრომის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და გამწოვის გარეშე თვალები ამეწვა უკვე და სუნთქვაც მიჭერს, აი აქ მუშაობა არის მაპატიეთ და კატასტროფა. აი, ამას ვერანაირად ვერ შევეგუები. დანარჩენი ხარ რო გითხრათ, რომ აქ რამე სიბინძურია და განსაკუთრებული ხდება თქო, ნამდვილად არ ხდება, იმიტომ რომ აი დაფებიც მოწესრიგებულია, ობიექტი ახალია, ზედაპირები მოწესრიგებულია, რაც მომწერეს, რომ აი ზეთი არის ისეთი შავი კოშმარიო, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ზეთი კი არის კიდევ ვიმეორებ მუქი შეფერილობის, მაგრამ ეს არის ფრიტურის მრავალჯერადი ცხიმი, რომელსაც აქვს ასეთი სპეციფიური შეფერილობა. მაცივარშიც ყველაფერი პრინციპში სუფთად არის. ვადები და დასტიკერება არ არის და არ ხდება. დასტიკერება არსად აბსოლუტურად არ არის. ობიექტი ახალია, აქედან გამომდინარე პრინციპში სისუფთავე გასაგებია, ზეთი არ დადასტურდა, მაგრამ სიგარეტის მოწევა ობიექტზე არის დანაშაული ქართული კანონმდებლობით. ეს იყო სულ ძალიან პატარა რეპორტაჟი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ჯიხურიც პატარაა, ჩებურეკი ნომერი 1, გორგილაძისა და ჯავახიშვილის კვეთა და აბა ეხლა შეგვიფასეთ რა სიტყვით ამ საჩებურეკეზე.